ან ევროკავშირი, ან ევრაზიული კავშირი. კრემლში მისულ სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის დიალოგი მინიშნებებითა და გადაკრული სიტყვებით წარიმართა. ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანი ფაქტობრივად საგარეო კურსის არჩევანის წინაშე დააყენა. თუმცა თან დასძინა, რომ ერევნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით მოსკოვი აბსოლუტურ სიმშვიდეს ინარჩუნებს. მიუხედავად ამ ნათქვამისა, მისმა შემდგომმა სიტყვებმა საპირისპირო აჩვენა. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც კრემლს აშკარად შეუსუსტა გავლენები სომხეთში. ვხედავთ, რომ სომხეთში მიმდინარეობს დისკუსია ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად მშვიდად ვართ. გვესმის, რომ ნებისმიერი სახელმწიფო მისწრაფვის მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობისგან, მაგრამ ეს უნდა იყოს აშკარა და ასე ვთქვათ ღია. პირდაპირ ვიტყვი, ევროკავშირთან საბაჟო კავშირში და ამავდროულად ევრაზიულ ეკონომიკურ გაერთიანებაში ყოფნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ არსობრივად შეუძლებელია და საკითხი არა პოლიტიკური, არამედ სუფთა ეკონომიკური ხასიათისაა, რადგან ზოგიერთი რამ საჭიროებს უდიდეს ერთობლივ მუშაობას, რომელიც წლების განმავლობაში უნდა ტარდებოდეს. მოსკოვში დაისვა კითხვები ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებითაც. თითქმის 4 ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს საბოლოო წერტილი არა რუსულმა მხარემ, არამედ ამერიკამ დაუსვა, რის გამოც ერევანში კრემლისადმი სკეპტიციზმი გაიზარდა, რადგან არ შესრულდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ მხრივ ვლადიმერ პუტინმა თავი იმით იმართლა, რომ ეს იყო შიდა პოლიტიკური პროცესი. ვიცით, რომ თქვენს და თქვენს კოლეგებსაც აქვთ შეკითხვები და გარკვეული პრეტენზიები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან. ფიქრობ აშკარაა მას შემდეგ, რაც თქვენ 2022 წელს პრაღაში აღიარეთ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან ჩარევა პროცესში, რომელმაც მიიღო შიდა აზერბაიჯანული განზომილება, უბრალოდ არაკორექტული იქნებოდა. 2022 წელს ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ სპეციფიური ვითარება წარმოიშვა და ჩემი აზრით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მექანიზმებს უნდა ემუშავოთ. თუმცა ეს ასე არ მოხდა. ამან რა თქმა უნდა მიგვიყვანა ორგანიზაციისადმი ჩვენი ურთიერთობის ცვლილებამდე. ამ დრომდე არ ვიღებთ მონაწილეობას ორგანიზაციის მუშაობაში მარტივი მიზეზის გამო. კლავაც ვერ უხსნით ჩვენ მოქალაქეებს, რატომ არ ჰქონდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას რეაგირება შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად. სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს მიანიშნა, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ერევნისთვის უკვალოდ არ ჩაივლის. რაზეც დემოკრატიაზე არანაკლებ გადაკრული სიტყვებით უპასუხა კავკასიური ქვეყნის ლიდერმა. ბევრი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პრორუსულად არის განწყობილი. რა თქმა უნდა, ამას გულწრფელად გეტყვით, რადგან ისეთი დიალოგი გვაქვს, რომლის დროსაც ყოველთვის ვსაუბრობთ გულწრფელად და პირდაპირ. დიდად ვისურვებდით, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა შეძლონ არჩევნებსა და შიდა პოლიტიკურ სამუშაოებში მონაწილეობა. ვიცი, ზოგიერთ მათგანს თავისუფლება აქვს აღკვეთილი, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის პასპორტს ფლობს. ეს თქვენი გადაწყვეტილებაა, ჩვენ არ ვერევით, მაგრამ ვისურვებდით, ყველა მათგან შეეძლოს ამ შიდა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ საკითხს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის პასპორტი აქვთ. ამიტომ დიდი პატივისცემის მიუხედავად, სომხეთის კონსტიტუციის თანახმად რუსული პასპორტის მქონე პირებს არ შეუძლიათ იყვნენ არც დეპუტატობის და არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჩვენთან ზედმეტი დემოკრატიაც კი არის და ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია. მაგალითად, ჩვენთან სოციალური ქსელები 100%-ით თავისუფალია. საერთოდ არანაირი შეზღუდვები არ გვაქვს და ძალიან ბევრი მოქალაქე ფიქრობს, რომ ეს ნამეტანია. ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობისას ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა. სომხეთმა კრემლზე პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება გადაწყვიტა, თუმცა როგორც დრომ და ყარაბაღის ბოლო ომმა აჩვენა, განსაკუთრებული იმედი სომხურ მხარეს აღარც სამხედრო თვალსაზრისით ჰქონია.